დღემშვიდობისა მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს და პატა გამარჯობა. გამარჯობა სოფო, პირველად შენით დავიწყებ და მე გადავალ მაყურებელზე. უფრო ახლოს ხარ ვიდრე ეკრანი. მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით. შესაბამისად, ჩვენი გადაცემა დაიწყო და დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, როგორც ყოველთვის, ვიქნებით თქვენს განკარგულებაში, ვისაუბრებთ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, ჩვენ სტუმრებთან ერთად და რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ არა მარტო ტელევიზორის საშუალებით, არამედ სხვადასხვა მობილური საშუალებებით და შეგიძლიათ დაგვიმეგობრდეთ ასევე და შემოხვიდეთ და დაუშვათ შეავსოთ ის ცოდნის დანაკლისი და დაუშვათ დააკომენტაროთ და შეგვისოთ ჩვენც ცოდნა. ანუ ორხრივი ურთიერთობა გინდა რომ გქონდეს როგორც ყოველთვის. კი ბატონო, საინტერესო გადაცემა მოგიმზადეთ. დღეისთვის ნახოთ ანონსი და გავიგოთ თუ რატომ უნდა გაატაროთ ჩვენთან ერთად მომდევნო საათნახევარი. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. ბათუმის ბულვარი და ბათუმელები უკანონო შენობების დემონტაჟი. გადაცემაში სტუმრად ბათუმის ბულვარის დირექტორი არჩილ ანთაძე. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აჭარაში გიდების გადამზადების ტრენინგ კურსი იწყებს. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე. როგორი უნდა იყოს პროფესიონალი გიდი? გადაცემაში სტუმრად გიდი თამუნა ორაგველიძე. რუბრიკა აჯაფსანდალი პირდაპირ ჩართვით ნონა მგზავრიძე შემოგვიერთდება. პროექტის სკოლის მოსწავლეებისთვის გადაცემაში სტუმრად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია ნიკაჭაძე. დავბრუნდით და როგორც ანონსისგან გავიგეთ, საინტერესო თემით უნდა გავხსნათ დღევანდელი გადაცემა, უნდა ვისაუბროთ თუ რა ღირებულების და მნიშვნელობის მატარებელია ბათუმის ბულვარი ქალაქისთვის, არა მხოლოდ ქალაქისთვის, როგორ მიმდინარეობს სეზონისთვის მზადება და რა პრიორიტეტები გამოიკვეთა მიმდინარე წლისთვის, უნდა შემოგვიერთდეს ბათუმის ბულვარის დირექტორი არჩილ ანთაძე, რომელთანაც უფრო ვრცლად ვისაუბრებთ ამ თემაზე. დღემშვიდობისა მოგბრძანდით. გამარჯობა. როგორ ხართ? მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში მოწვევისთვის. პირიქით, მადლობა თქვენ რომ გვეწვიეთ. დავიწყოთ პირველ რიგში გავამახვილოთ ყურადღება თუ რა მნიშვნელობის და ღირებულების მატარებელი არის ბულვარი ჩვენი ქალაქისთვის და რა როლს ასრულებს ის ტურისტებისთვის. ბათუმის ბულვარი უნიკალურია თავისი განვითარებით, ლანდშაფტური დიზაინით და ზოგადად ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი ბაღია, რომელიც წარმოადგენს როგორც ისტორიულ, ისე კულტურულ ღირებულებას, როგორც ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი მაცხოვრებლებისთვის, ისე დამსვენებელი ტურისტებისთვის. ბათუმის ბულვარი 155 წელს ითვლის თავის დაარსებიდან და მისი მოვლა, პატრონობა და მასთან დაკავშირებული პრობლემებთან განკვლავება უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენთვის და ბულვარის თითოეული თანამშრომლისთვის. კი ბატონო, რა სიახლეებით დაიწყეთ ახალი წელი და კონკრეტულად რა პრიორიტეტებზე გამახვილდა ყურადღება? 2026 წელი ნამდვილად განსაკუთრებული სიახლეებით დავიწყეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის უშუალო ძალისხმევითა და ხარდაჭერით დავიწყეთ ტერიტორიიდან უკანონო და უსახური ობიექტების დემონტაჟი, ასევე უკანონო სავაჭრო წერტილების გატანა და ტერიტორიის დასუფთავება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ჩვენ გვაქვს ბათუმის ბულვარის გენერალური განვითარების, განაშენიანების გეგმა. ამ გეგმის შესაბამისობაში, რომელი ობიექტებიც არ იყო ამ ნუსხაში ასახული, ამ ობიექტების დემონტაჟი მიმდინარეობს ეხლაც ამ მომენტშიც. უამრავი ობიექტის დემონტაჟი განვახორციელეთ და ეგ პროცესი არის მიმდინარე. მინდა დავამატო, რომ რამოდენიმე დღის წინ გავაკეთეთ ეგრეთ წოდებული რესტორანის ტყუპების დემონტაჟი, საზოგადოების მხრიდან ძალიან დადებითი ემოცია მოყვა ამ პროცესს. ეხლა მიმდინარე პროცესია ეგრეთ წოდებული ქორწინების სახლის დემონტაჟი, რაც კეტავდა ბულვარის ცენტრალურ შემოსასვლელს და უკარგავდა იმ ისტორიულ იერსახეს ბულვარს და მნიშვნელოვნად აზიანებდა, მოკლედ რო გითხრათ. აქედან გამომდინარე აღნიშნული პროცესი განგრძობადია და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რათა ბულვარს დაუბრუნოთ და შეუნარჩუნოთ ის არსებული იერსახე, რომელიც თავისი ისტორიით და კულტურით დღემდე მოვიდა ჩვენთან და გვინდა რომ
აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვების ობიექტები სადაც იყო განლაგებული დაუბრუნდეს იმ ძველი იერსახეს, რომელიც ჰქონდა და შეივსება იმ ლანდშაფტით, გამწვანებით, ახალი ხელმძენარეების ჩანაცვლებით და დამსვენებელს და როგორც ადგილობრივს დამსვენებლებს დახვდებათ ის გარემო, რომელიც გარემოც უნიკალური იქნება დასვენებისთვის, იქნება სრული პირობა მოკლედრებით. ანუ დაუბრუნდებით იმ მდგომარეობას, როდესაც იყო 7 ადგილი, სადაც სეირნობდით, ბავშვებია და ჩვენი ბებოებთან ერთად ისინი თავის დროზე შეირნობდნენ და შესაბამისად იქნება 7 ადგილი, სადაც შეიძლება მართლა დაისვენო და ზღვის ხმაურით დაკვრენ და ხეების შრიგალით. მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე იქნება. რა თქმა უნდა, შესანიშნავი. განსაკუთრებით დატვირთულია ხოლმე ბულვარი ზაფხულის სეზონზე. შეიძლება ითქვას, რომ აი ადგილობრივები ვერც ვახერხებთ ხოლმე სეირნობას, იმდენად ბევრი ხალხია ხოლმე. კი ბატონო. დაიწყეთ თუ არა უკვე სეზონისთვის ადევა და აი როგორ მიმდინარეობს ამ სეზონისთვის ადევა, რაიმე განსაკუთრებული მიმართულება თუ გაქვთ ისე. საკმაოდ ამბიციური პროექტები გვაქვს განსახორციელებელი, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ბათუმის ბულვარი თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, დამსვენებელთათვის. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტებია, რომელიც მალე დავიწყებთ მუშაობას. ჩამოვთვალოთ მაგალითად საპლიაჟი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ადაპტირებული განათებების მოწყობა, აი ახალ ბულვარში მიმდინარე განათებების სრული მონტაჟი და დასასრულს მიუახლოვდება ამ წელს. ძველ და ახალ ბულვარში არსებული სტადიონებისა და ბავშვთა გასართობი ადგილების სრულად მოწესრიგება. ასევე საპარკე ავეჯის განახლება, მოკლედ რო გითხრათ, ბულვარისთვის აქტიურად მუშაობთ და აქედან გამომდინარე სრული დატვირთვით და სრული დატვირთვით შეხვდება იმ დიდ სეზონს, რომელიც სეზონიც ესაც და რომელ გარემოსაც ელოდება ჩვენი დამსვენებელი. კი ბატონო, თქვენ აღნიშნეთ, მაგრამ უფრო რომ დავკონკრეტდეთ, გამწვანებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბულვარისთვის, ხო არ იგეგმება რაიმე ესეთი ახალი ხელმძენარეების დარგვა და როგორ მიმდინარეობს ხოლმე მოვლითი პროცესები, რომლებიც ძალიან რთულია და დიდ შრომას მოითხოვს. გამწვანების მიმართულება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ. ამ მიმართულებით ძალიან გამოცდილი სპეციალისტები მუშაობენ ჩვენთან, როგორიცაა დენდროლოგები, როგორიცაა ლანდშაფტის დიზაინერები და ძალიან ბევრი სამუშაოები აქვთ დღემდე გაკეთებული და ეხლაც აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით. მინდა გითხრათ, რომ უამრავი ახალი ხელმძენარეების შესყიდვა იგეგმება და საგაზაფხულო სამუშაოებზე ჩვენ დავიწყებთ აქტიურად მუშაობას, იმიტომ რომ თავი ბულვარი უნდა იყოს ის სარეკრეაციო სივრცე, სადაც თითეული მოქალაქე შეძლებს იმ სიამოვნების მიღებას და დასვენების კუთხით, რომელიც რა გარემოსაც ქმნის. რა გარემოც იქნება და დახვდება. კი ბატონო, და ხომ არ აწყდებით ხოლმე რაიმე ისეთ გამოწვევას განსაკუთრებით სეზონის დროს, რომელთანაც გიწევთ შემდეგ გამკლავება? გამოწვევებს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, ზაფხული დატვირთულია და უამრავი მოქალაქეა. ამ მიმართულებით ძირითადი გამოწვევა ბათუმის ბულვარისთვის არის უსაფრთხოების ნაწილი, რაც გამოწვეულია ველოსიპედებით და ელექტროსკუტერებით გადაადგილება და ამასთან შექმნილი საფრთხე, მაგრამ ბულვარის ადმინისტრაციაში არსებობს მონიტორინგის სამსახური, ასევე ბულვარის დაცვის სამსახური. სეზონისთვის აქტიურად და ძალიან მკაცრად იქნება შიდა რეგულაციებით გაკონტროლებული აღნიშნული პროცესი, ასე რომ თითოეული მოქალაქეზე ვიზრუნებთ, რომ უსაფრთხოდ და ბედნიერად დაისვენოს ბათუმის ბულვარში. კი ბატონო, და საომავლო გეგმებზეც მეტ-ნაკლებად ვისაუბრეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ გამომეოროთ მაყურებელს იმისთვის, რომ ყველა ვიყოთ იმის მოლოდინში, რომ ბულვარი მართლაც გახდება ის სივრცე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის, როგორც ადგილობრივისთვის, ასევე ჩამომსვლელისთვის, დამსვენებლებისთვის, იქნება ერთ-ერთი გამორჩეული საყვარელი ჯანსაღი გარემო. სამოვლო გეგმებს რაც შეეხება, ბულვარი თვითონ უნიშნულოვანესი სარეკრეაციო სივრცეა.
და გვინდა რომ ბულვარის გაჯანსაღებაზე, ახალი ხელმძღვანელების ჩანაცვლებაზე და ამ მიმართულებით პრიორიტეტს წარმოადგენს ახალი ლანდშაფტური განვითარება მოახდინოთ და გვინდა რომ ბულვარის ისტორიული იერსახე იყოს შენარჩუნებული, დაცული და უფრო მეტი სასიამოვნო გარემო იყოს და მინდა უთხრა თითოეულ დამსვენებელს, როგორც ადგილობრივს, უცხოელ ვიზიტორს ტურისტს, რომ ბათუმის ბულვარი ზაფხულის სეზონს სრულზალყოფაში დახტება. მოლოდინები გვაქვს დიდი. ველოდებით ახალ სეზონს. წარმატება მინდა გისურვოთ, მადლობა მოგზაურობისთვის. შეგვიძლია რომ დავამშვიდობოთ, ხო? დიდი მადლობა, აღარ მოგაცდეთ ამ მნიშვნელოვან საქმეში, იმიტომ რომ ვიცით, ყველა წუთი რამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენ სტუმრებს იმას ვშვებით ხოლმე, რომ მოდის ვხდით და როდესაც ამ რეპეტიციიდან მოვლენ ხოლმე ან რაღაც და ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა. ჩვენ კი რამდენიმე წამში ახალი თემით. მადლობა თქვენ გადაცემაში მოწვევისთვის. მადლობა. დავბრუნდით. რამდენად ხშირად სეირდობ ხოლმე ისე პაატა ბულვარში? პერიოდულად მიწევს ხოლმე რა, იცი გააჩნია საცხოვრებლად. მაგალითად, როდესაც ცხოვრობდი სადაც ბულვარის დასაწყისში, ან ახალი და ძველი ბულვარის გასაყარზე. ხო, აი იქიდან მაგალითად ჩვენი სამსახური მოიხსენებათ, ყველა მიცით სად არის, მე მედაფაშის ქუჩაზე განლაგებული და ამიტომაც ბულვარით მოსეირნებთ ხოლმე ბავშვთან ერთად, სანამ ბაღში მოვიდოდი და ნუ ზირთად ნუ ბავშვობაში რა თქმა უნდა უფრო მეტ დროს ვატარებდი. და ახლა უკვე შედარებით ნაკლები, იმიტომ რომ ისეთი მისამართით ცხოვრობ, სადაც ბულვარის გადაკვეთა აღარ მიწევს სამწუხაროდ. ხო, ადგილ მდებარეობას აქვს მნიშვნელობას. საბედნიეროდ მე უფრო ხელსაყრელ გარემოში ვცხოვრობ. ფაქტობრივად პირდაპირ, როგორც კი ჩავდივარ, ჩათვალე რომ ჩემი ეგრე გამოდის. ესე გამოდის. ხო, მოკლედ ბათუმში იმდენი რაღაც არის ანახავი სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ პაწუა ქალაქია, პრინციპში თავ შევისწორე პაწუა ქალაქი აღარაა დიდი ხანია, მანამდე ადმინისტრაციულად გახდა დიდი ქალაქი წლების წინ და შემდეგ რაღაცნაირად შეირსო, ხო, ბოლო დათვლით თითქმის გაორმაგებული იყო მოსახლეობის რაოდენობა. ამას ჭირდება და ძალიან სერიოზული დაგეგმარება და სხვადასხვა პროცესები, რაც მიმდინარეობს პრინციპში ავად თუ კარგად, იმიტომ რომ სხვანაირად ანუ ნებისმიერი ორგანიზმი, რაც შეიძლება ქალაქს უწოდა ამ შემთხვევაში, ისიც გაჩერდება, ამიტომაც იძულებული ვართ და სწორადაც ვართ იძულებული, რომ უკეთესობისკენ გადავდგოთ რიგი ნაბიჯები. ეს ყველაფერი შემდეგ ისტორიულად, როცა ეს ყველაფერი დროში გაწერილი, აისახება სხვადასხვა შენობების თუ ტერიტორიების გინ ბულვარი იქნება, გინ ბოტანიკური ბაღი და გინ რაღაც იმის ასე ვთქვათ, სხვადასხვა ცვლილებების პროცესში აისახება ზოგადად ქალაქის იერსახეზე და ადამიანების გონებაში სხვადასხვანაირად აღიბეჭდება, ხო? მერე ქალაქი ხო მარტო შენობები არა, ამ შენობებში ვიღაცები ცხოვრობდნენ, ვინც მაგალითად ქალაქს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები შეძინა, ხო? ან კულტურული რაღაც შეძინა, ან რაღაც თუნდაც ლანდშაფტური, თუნდაც ნებისმიერი რამე და ზოგადად, ნუ თუ ვთქვით, რომ ქვეყანას ადამიანები ქმნიან, იგივე ტურისტულ ამბავში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რა თქმა უნდა, სტუმრებს არა მარტო ბუნებას ვაჩვენებთ ხოლმე, არამედ ადამიანებს ვაჩვენებთ, ხო? და ისტორიაში ყველაფერი როცა იწელება, რა თქმა უნდა, ვაჩვენებთ ძირითადად იმ ანუ შენობების ან ნებისმიერი ტერიტორიის სახით იმ დამსახურებებს, იმიტომ რომ ეს ფაქტად დარჩენილია, რაც ადამიანებმა შექმნეს. ხო, ქალაქი ცდილობს ახლა ბავშვებს განათავსოს რაღაც კონკრეტული ბანერები ან რაღაც სპეციალური ქვის წარწერები, სადაც წერია რომ აქ ცხოვრობდა ესა და ეს ადამიანები. სხვათა შორის რამდენიმე კარგი ვლოგი ვნახე ახალი Facebook-ზე, სადაც ფაქტობრივად თითოეულ შენობასაც კი შეგვიძლია ანუ ამ ვლოგის დახმარებით გავეცნოთ, ვინ ცხოვრობდა, რატო ცხოვრობდა, რა საკეთებდა, რა შეხმატა, ანუ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ქვეყანასაც, ქალაქსაც და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, აქტიურად არიან ჩართული ადამიანები, ვინც შუამავლობენ მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუდენტებს შორის. ხო და ეს პირველი ალბათ ერთ-ერთი უნიშნულოვანი აეროპორტი როგორც ადამიანი არის გიდი, ვინც ხშირად ხვდება ხოლმე მას აეროპორტში და ეს ადამიანი არის ის, ვინც ასე ვთქვათ, ფრონტის წინახაზზე დგას და ვის ხელშიც და ვის გონებაშიც გადის ეს გაცნობიდან შეყვარებამდე გზა, ხო? ვინც პირველ რიგში ძენს ჩაბეჭდილებას ადამიანებს, იმიტომ რომ მის ქარიზმაზე, სხვადასხვა უნარებზე და ცოდნაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დაანახებს
ქალაქს, აჭარას და თუნდაც მთელ საქართველოს იმ სტუმარს, იმიტომ რომ შეიძლება ხო ნებისმიერი ხშირად არის ესეთი მაგალითები, შეიძლება თუ დამოკიდებული, შეიძლება კარგი რაღაცაც ძალიან უყურებართად ხო, შეიძლება ისე შეაყვაროს, რომ აქ დატოვოს ჩამოსვლელი და შეიძლება ისეთი შთაბილება დაუტოვოს, რომ მეორეჯერ აღარ ჩამოვიდეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს დეპარტამენტი ამისთვის საკუთარი შექმნილი ქვეყანაში, რომელიც აქტიურად ზრუნავს იმაზე, რომ ერთი ტურისტული ობიექტები, ღირსშესანიშნავი ობიექტები იყოს დაცული და განვითარებული და ასევე ისინი აქტიურად ზრუნავენ ადამიანებზე, ვინც უნდა, ანუ პირველი ფრონტის ადამიანებზე, გიდებზე, ვინც უნდა შემდეგ წარადგინოს ქვეყანა. და მათ გადამზადების კურსები აქვთ ხოლმე და ეს წელიც არ არის გამონაკლისი, შესაბამისად დავაანონსებთ ახლა სტუმრებთან ერთად ზუსტად ამ ტრენინგ კურსს, რომელიც 3 თვიანი იქნება და ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას და ცოდნას შეძენს შემდეგ კიდევს. და არ გეგონოთ, რომ 3 თვე ცოტა არის სინამდვილეში, სამთვეში საკმაოდ ბევრი რამის სწავლა შეიძლება თუ მოიტოვებს ადამიანი. მოკლედ, ჩვენი სტუმარი არის თამარ კაიციშვილი. არც გიკვირდებოდა ეს მოყურებლებს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე. ღემშვიდობისა მოგესალმებით. აი ეს სტანდარტული შეკითხვით დავწერთ, რა გამოწვევების წინაშე გახართ 2026 წელს და რით განსხვავდება ეს წელი წინა წლებისგან? პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ ტელევიზიას, რადიოს, რომელიც ძალიან აქტიურად გვიჭერს მხარს, რომ ჩვენი პროექტები ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგოს და ის სიახლეები, ის სიკეთეები, ის საქმიანობა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს, სწორად და დროულად მივიდეს ადამიანებამდე. რაც შეეხება წლევანდელ წელს, 2026 წელი ძალიან კარგი წელი იქნება ტურიზმის მიმართულებით, იმიტომ რომ 2025 წლის შედეგები უკვე გვაძლევს ჩვენ ამის თქმის საშუალებას. რაც შეეხება ტრენინგებს, მოგეხსენებათ, რომ მთელს მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა ჩვენს რეგიონში სერვისის მიმართულება არის ყოველთვის გამოწვევა. მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, არიან ქვეყნები, რომლებიც ძალიან აქტიური ტურიზმით არიან დაკავებულები და მათთან ეს კომპონენტი არის გამოწვევა და ჩვენ, რა თქმა უნდა, არა ვართ ამ ესე ვთქვათ, საერთო სურათიდან ამოვარდნილები. თუმცა საბედნიეროდ ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც ძალიან მოტივირებულები არიან, რომ გაიღმავონ ცოდნა, მიიღონ გამოცდილება, გადამზადდნენ პრაქტიკული სახით ჩაერთონ ამ საქმიანობაში, მიიღონ განათლება და შესაბამისად ამ კომპონენტების დახვეწით სერვისის მიმართულება განავითარონ და გააუმჯობესონ. ტურიზმის დეპარტამენტი ამ კუთხით ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად ვეხმარებით ხოლმე სექტორს და ის მზარდი ტურისტული ნაკადები, რომელიც ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს საბედნიეროდ, საჭიროებს დამატებით სერვისის მიმწოდებლების გაჩენას შრომის ბაზარზე. ამ შემთხვევაში ჩვენ გიდებზე ვსაუბრობთ და ის მზარდი ნაკადები, რომელიც ჩვენს რეგიონში შემოდის, საჭიროებს მზარდი რაოდენობის გიდებს. ჩვენ 2025 წლის დასაწყისში 3 თვიანი კურსი გავაკეთეთ, რომელიც ერთ-ერთი ხანგრძლივი კურსი იყო ჩვენს მიერ განხორციელებულ კურსებს შორის. ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა, დიდი დაინტერესება ჰქონდა და ამან ესე ვთქვათ გვიბიც გაიქეთკენ, რომ 2026 წელიც დაგვეწყო ამ მიმართულებით. ეხლა უკვე გამოცხადებულია მიღება 2026 წლის 11 მარტამდე არის შესაძლებელი დარეგისტრირება, მერე უკვე შერჩევის პროცესი იქნება, გასაუბრებას გავაკეთებთ და უკვე შევარჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, რომ გახდნენ გიდები, აქ საუბარი არის ახალ გიდებზე და უკვე ცხელი ზაფხულის სეზონის დასაწყისში მათ უკვე ექნებათ ის ცოდნა, გამოცდილება, კომპეტენცია, ну, რა თქმა უნდა, საწყის ეტაპზე და შეძლებენ უკვე ტურისტული გიდებისთვის მომსახურების, ტურისტული ჯგუფებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევას. ადგილების რაოდენობა როგორაა? შანსი აქვს თავშოთ რაღაც რაოდენობის? შარშანაი ანალოგიურ კურსზე ჩვენ მქონდა გამოცხადებული 20 ადგილი, თუმცა დაახლოებით 100-მდე განაცხადი შემოვიდა და საკმაოდ მაღალი კონკურსი იყო. შევეცადეთ, რომ
20+ რამდენიმე დაგვემატებინა, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ 20 ადამიანი, რომელიც აქტიურად დადიოდა. სხვადასხვა ფაქტორები იყო, რის გამოც ვერ მოახერხეს დასწრება და ერთ-ერთი მთავარი პირობა არის, რომ აუცილებლად ყველა ლექციას უნდა დაესწროს. ეს ლექციები არ გახლავთ სტანდარტული სახის, რა თქმა უნდა, არის თეორია, მაგრამ ამასთან ერთად არის პრაქტიკული გასვლები. ეხლა ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საუბრობდა და ბულვარში ქონდა რამდენიმე გასვლა ბოტანიკურ ბაღში, სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, ის იქნებოდა პეტრა, გონიო და სხვადასხვა. ფაქტობრივად ტური ტარდება ისეთი. ჩვეულებრივი ტური ტარდება სპეციალისტების ამ მიმართულების ძალიან კარგი სპეციალისტების ჩართულობით. აქ არის ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორები, გამოცდილი გიდები ჩართული, ეთნოგრაფები, ეთნოლოგები, მუსიკის ფოლკლორისტები, არც ძალიან ფართო სპექტრი არის და შესაბამისად გამომდინარე აქედან ისინი ძალიან ღირებულ ცოდნას, პრაქტიკულ უნარჩვევებს ღებულობენ და გვიხარია, რომ უკვე გვაწუხებენ ჩვენ წლის დასაწყისიდან ის ადამიანები, რომლებსაც სურთ რომ ჩაერთონ ამ პროცესში და ვფიქრობ, რომ წელსაც ძალიან მაღალი კონკურსი გვექნება და ყველას ველოდებით. კი, თან ის 100-იც არ უნდა გაგვიწეს ახლა მაყურებელს დარწმუნებული ვარ ვიცით, მაგრამ შევახსენოთ საკუთარ თავს კიდევ ერთხელ, რომ გიდი არა მარტო იმ კონკრეტული მარშრუტის ან მარშრუტების როგორც იგეგმება ხოლმე ანუ ინფორმაციას ფლობს, არამედ ზოგად ინფორმაციასაც უნდა ფლობდეს ისეც, რომ ადამიანი დააკვირდოს ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში ნებისმიერ საჭირო ანუ სასწრაფო დახმარების გამოძახებაც უნდა იცოდეს, აი ეს ყველაზე მარტივი ხო? ანუ ეს ყველაფერი ასე იცის და შესაბამისად პატრონებს სტუმარს. უვლის თავიდან ბოლომდე ჩამოვიდა, მოუარა, ყველაფერი აჩვენა, ის გაუწია შუამავლობა ბევრ რაღაცაში და შესაბამისად გააცილა ბოლოში, როგორც ტრადიციულად ვიცი ხოლმე ასე აკეთებენ და დაემშვიდობა უკვე როცა ადამიანი მიდის უსაფრთხო და აი ამ მთელი დღეების განმავლობაში ამ მეურვეობას უწევს სტუმარს. კი, რჩევებს, პრაქტიკულ რჩევებს აძლევს. ამასთან ერთად თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ მას უნდა გქონდეს, ამ ადამიანს უნდა გქონდეს ფართო სპექტრი ცოდნის. ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია საიდან მოიძიოს, ამის უნარი უნდა გააჩნდეს. იმიტომ რომ ჩამოსული ტურის ძალიან ბევრი რამ აინტერესებს. მაგალითად აინტერესებს რამდენია საშუალო ხელფასი, თქვათ ქვეყანაში, რა გადასახადებები არსებობს, ზოგადი ინფორმაცია, საპენსიო ასაკი, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის რაოდენობა. ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა, კი ბატონო, რამდენი სოფელია ზოგადად აჭარაში, რამდენი მდინარეა, რამდენი მთა არის, რა სიმაღლის მთა არის. ანუ ისეთი შეკითხვები მოდის ტურისტებისგან, რომ გიდს უნდა გქონდეს ამისი უნარი, რომ პასუხი გასცეს. რა თქმა უნდა, რეალური პასუხები უნდა გასცეს და ჩვენ დარწმუნებული იყავით და იმ ადამიანებს მივმართავ, ვინც აპირებს რომ ჩაერთოს ჩვენ სატრენინგო პროგრამაში, ამ ცოდნას, ამ უნარებს, ამ პრაქტიკულ გამოცდილებას ჩვენი ტრენერები მათ გადასცემენ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ტრენერები გვეყოლება, როგორც შარშან წელსაც და თუ კი ეკრანზე ხედავენ უკვე ჩვენი მაყურებლები, ნახავენ რომ ძალიან კარგი სატრენინგო პროგრამა შედგა და თან გამოცდილი ხალხი ქალაქიდანაც და ჩვენ სტუმრობიდანაც ვიცით ეს ხალხი რომ ამ სფეროში მუშაობს წლების განმავლობაში და უზარმაზარი გამოცდილება აქვს. კი, რა თქმა უნდა და მოწვეული ტრენერებიც ყავდა, ვთქვათ, თბილისიდან, გასტრონომიის კუთხითაც იყო ძალიან საინტერესო, იგივე თევზის ბაზარში გასვლა, ჩვენი შავი ზღვის თევზეული, რომელი კერძი რითი მზადდება, რატოა გამორჩეული, ჩვენი მაღალმთიანი გასტრონომია რითი ხასიათდება, ბარის გასტრონომია რითი ხასიათდება, იგივე ისტორიული ჩანახატები სხვადასხვა მეფეებზე, სხვადასხვა ისტორიულ პირებზე, რომელიც აჭარასთან არის დაკავშირებული, ან ზოგადად საქართველოსთან არის დაკავშირებული, იგივე კოლხეთის ისტორია, ბიზანტიის ისტორია, ანუ გარშემო რაც ხდებოდა, ეს ყველაფერი პლუს რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი რეგიონი, ყველა ეს საინტერესო ამბავი და ცნობა, რომელიც ტურისტს აუცილებლად აინტერესებს და მუზეუმის კომპონენტიც არის აუცილებლად აღსანიშნავი. მუზეუმების გაერთიანებასთან საკმაოდ კარგად თანამშრომლობდით და შესაბამისად ყველა ის კულტურული, ასე ვთქვათ, ადგილი, რომელიც ქალაქს სულს აძლევს, ისტორიას უქმნის და ღირებულს ხდის ჩვენი ქალაქის, რეგიონის და ქვეყნის აღქმადობას
ჩამოსულ თუ ადგილობრივ შიდა ტურისტში ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად სწორი და ასე ვთქვათ საინტერესო ინფორმაციებით იყოს ჩვენი სატრენინგო პროგრამა გამდიდრებული და მაქსიმალურად ღირებული ცოდნა წაიღოს ჩვენმა მომავალმა გიდებმა. და ამ ყველაფერ ცოდნასთან ერთად, რა თქმა უნდა, არსებობს პრაქტიკული უნარები, რომლებსაც შეიძლება თეორიულად გაიცნობი, მაგრამ რაღაცნაირად ამისკენ უნდა იყო მიდრეკილი და თქვენ მინდა რომ ჩავმითვალოთ პრიორიტეტები, ანუ კომუნიკაბელობა ის პირველ რიგში, იმიტომ რომ გააჩნია როგორ მოყვები, ერთი და იგივე ამბავის მოყოლა შეიძლება ძალიან სახალისოდ რომ ადამიანს შეუქრა ძალიან ისეთი სამგანზომილებიანი ასოციაცია, რომ აი ხედავდეს შესმონაყოლს და მეორნაირად შეიძლება ჩაიბუტპუტო და ვიცი როგორ მუშაობენ, მინახავთ სასწაულია ხოლმე ეს ადამიანს უსმენ და მართლა მულტფილმის სიზმარებით ხედავ ყველაფერს. ამ კუთხითაც არის გადამზადების კომპონენტი და უშუალოდ კომუნიკაციის ტრეინინგი ან კი, ჩვენ ფსიქოლოგი ყავს, რა თქმა უნდა, ჩართული სატრენინგო პროგრამაში და ფსიქოლოგი უხსნის და ცდილობს რომ გახსნას ეს ადამიანი, რომელიც ჩვენთან მოსულია და უნდა რომ გახდეს გიდი, მაგრამ უხსნის ასევე თავისებურებას სხვადასხვა ადამიანისა. იმიტომ რომ ჩვენთან ჩამოსულია ჩვენ 25 ქვეყანაში გვაქვს ასე ვთქვათ მარკეტინგულ სარეკლამო კამპანია გახსნილი და 25-ზე მეტ ქვეყანაში ვამბობთ რომ საქართველოს და აჭარა კარგია და ვესტუმრეთ, ჩამოდით და დაათვალიერეთ და აი ეს 25 ქვეყანა არის აბსოლუტურად განსხვავებული ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან თავისი კულტურით, რელიგიით, მრწამსით, შეხედულებებით და ასე შემდეგ. აი ამ განსხვავებულობაში როგორ დაიჭიროს ბალანსი, რა ინფორმაცია როგორ გადასცეს სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ადამიანებს როგორ ესაუბროს ისე რომ ეს იყოს სწორი მისაღები და საინტერესო, ზუსტად ამ კუთხითაც არის ჩვენი სატრენინგო კურსი გამდიდრებული. და თქვენ ახსენეთ რა უნდა ახასიათებდეს ადამიანს, რომელსაც უნდა რომ იყოს გიდი. პირველ რიგში ეს არის ქვეყნის სიყვარული და ქალაქის სიყვარული და იმ ადგილის სიყვარული, რომელზედაც საუბრობს. ეს თუ არ არის, ხომ, ძალიან რთული იქნება ნებისმიერი საინტერესო ცოდნის გადაცემა, მოხდეს ისე, ასე ვთქვათ, გადამუშავება მასში, რომ ეს მეერე უკვე თვითონ მოყვეს საინტერესოდ და გახადოს ამბავი საინტერესო. თუ ეს არა გაქვს და თუ ქვეყნის, ქალაქის და იმ ადგილის სიყვარული არ გაგაჩნია, რომელზედაც საუბრობ, ძალიან რთული იქნება, რომ გერქვას გიდი და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ცოდნას და კარგ ცოდნას გადავცემ, პროფესიონალი გიდი გერქვას. აი ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და დანარჩენი უკვე საქართველოს მოქალაქე რომ უნდა იყოს 18 წლის და ზევით რომ უნდა იყოს და რაღაც ტიპის საკომუნიკაციო უნარები ქონდეს და უცხოენა იცოდეს, ეგ უკვე ესეთი თემა, რომელიც დასწავლადია და მარტივი. თამარ, რამდენად მარტივია და როგორ ხდება ინფორმაციის მოძიება გიდებთან დაკავშირებით? აი მაგალითად, მანამ სანამ ტურისტი ჩამოვა ქვეყანაში, უკვე აქვს ინფორმაცია, სად როგორ მოიძიოს გიდი და უკვე შეთანხმებულები არიან თუ როდესაც ქვეყანაში ჩამოდიან, შემდეგ ხდება უკვე ამ ადამიანებთან დაკავშირება. ანუ რამდენად მარტივად მოსაძიებელია გიდი აქ ჩამოსული ტურისტისთვის? ვის უნდა ძალიან მიმართონ? კარგი შეკითხვა. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზებული ტურები არის ხოლმე, მათ აქვთ უკვე კომუნიკაცია ტურისტულ სააგენტოებთან და ტურისტულ სააგენტოებს უკვე აქვთ და ყავთ თავიანთი ბაზა აქვთ და ყავთ თავიანთი გიდები, თუმცა ისინი ხშირად მოგმართავენ ჩვენ გვაქვს სპეციალური ვებგვერდი სერვის აჭარა.g, სადაც ყველა გიდის შესახებ არის ინფორმაცია განთავსებული ფოტოსურათთან, მის გამოცდილებასთან, სამუშაო, ესე ვთქვათ, არეალთან დაკავშირებით, ენების ცოდნის მხრივაც ინფორმაციის კუთხით, საკომუნიკაციო არხები, სად შეიძლება მათი და როგორ შეიძლება მათი პოვნა, ეს ყველაფერი, მათი სოციალური ქსელები ყველაფერი მითითებულია და მარტივად ხდება ამ გიდებთან დაკავშირება. თუმცა, როდესაც არიან სოლო მოგზაურები, ისინი ასევე ჩვენი ვებგვერდის საშუალებით და სოციალური ქსელების საშუალებით საკმაოდ კარგად და მარტივად აგნებენ სასურველ გიდს, იმიტომ რომ გიდები თვითონ უკვე მე სოციალურ გვერდებს ვადევნებ თვალყურს და ვხედავ, რომ ჩვენმა გიდებმა დაიწყეს უკვე სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურობა, საკუთარი თავის პრეზენტირება, საკუთარი საქმიანობის პრეზენტირება, მოკლე ვიდეოებს წერენ და აი ამ კუთხით უწევენ როგორც საკუთარ თავს პოპულარიზებას, ასევე იმ მარშრუტებს და იმ, ასე ვთქვათ,
ადგილებს, სადაც მათ შეუძლიათ რომ ტურისტული მომსახურება გაუწიონ ტურისტებს. ანუ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოიკვეთა კომუნიკაციური უნარები, ცოდნა და ცოდნის გადმოცემის უნარი და ასევე საკუთარი თავის პოზიციონირება, იმიტომ რომ ანუ როგორც არ უნდა ასე ვთქვათ აირჩიო ყველა სხვადასხვანაირი სტილი აქვს ხო და ამაზე ფიქრობს ხოლმე ხა და არაცნობიერად არ ხდება იმ სტილიდან გამომდინარე მაქსიმალურად შეეცადო ბოლომდე აჩვენო ადამიანის პირველ შეხვედრაზე დაანახო ვინ ხარ როგორი ხარ რომ იცოდეს როგორი ტიპის ასე ვთქვათ ტური გექნება ხო განსხვავებული რაღაცები და შესაბამისად იმ სივრცის მიხედვით შეიცვალო ხო მოქნილი უნდა იყოს რა თქმა უნდა აუწყოთ ფეხი ტენდენციებს, რომელიც დღეს არის და ეს ტენდენციები დღეს მჭიდროდ არის დაკავშირებული გაჯეტებთან, სოციალურ მედიასთან და შესაბამისად გიდი უკვე უნდა ფლობდეს იმ უნარებს, იმ ასე ვთქვათ პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც ზუსტად ამას უკავშირდება. უნდა იყოს სოციალურ ქსელში აქტიური, უნდა შექმნა საინტერესო შინაარსის ასე ვთქვათ მოკლე ან ნებისმიერი ფორმატის ვიდეო, რომელიც გაგიმრავლებს, გამომწერებს და შესაბამისად უკვე როდესაც მათ დაჭირდებათ გიდის მომსახურება უკვე არჩევანს გააკეთებენ იმაზე, ვინც უფრო აქტიურია, ვინც უფრო საინტერესოა სოციალურ მედიაში. ანუ ეს უკვე მოიტანა უკვე უახლოესმა პერიოდმა და ჩვენ ის გადაგვრჩენია, რომ ფეხი აუწყოთ ამ ყველაფერს და ვცდილობთ, რომ აი ეს კომპონენტიც უკვე სხვადასხვა სატრენინგო მიმართულებებზე, რომელსაც ჩვენ წლის განმავლობაში ჩავატარებთ, აუცილებლად შევასწავლოთ და ეს ელემენტარული ან თუნდაც უფრო რთული, ასე ვთქვათ, ნიუანსები, რაც სოციალურ მედიაში აქტიურობას და მის გამოსწორად გამოყენებას ეხება, ესეც შევასწავლოთ. თამარ, თქვენ სავარაუდოდ აკვირდებით ხოლმე და იკვლევთ და საინტერესოა ყველაზე მეტად რა ლოკაციაზე მოდის დაინტერესება და ხო არ შეემატა პირობითად წელს რაღაც ახალი ლოკაციები, იმიტომ რომ ჩვენ არაჩვეულებრივი პროექტი გვაქვს გამოყევი აჭარაში და ამ პროექტის დახმარებით სხვათა შორის მეც როგორც უკვე ადგილობრივმა ბევრი ისეთი ადგილის შესახებ გავიგე, რომელიც არც ვიცოდი. მანამდე მიუხედავად იმისა, რომ სამსახურიდან გამომდინარე ხშირად მიწევდა მაღალ მთიან აჭარაშიც მოგზაურობ, მაგრამ არ ვიცოდი, არ მქონდა ინფორმაცია. მოკლედ, აქაც სოციალური მედიის ძალასთან მივდივართ, იმიტომ რომ ეს პროექტი, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტმა განახორციელა და უკვე მე-3 წელია, წელს უკვე მე-4 წელი დაიწყება გვაქვს. საკმაოდ ბევრი ინფორმაცია შეაგროვა და გასცა სოციალურ მედიის მეშვეობით და 2025 წელი იყო გამორჩეული იმითაც, რომ თქვენს ეთერშიც ნასაუბრი გვაქვს ამაზე, 9 მილიარდი წვდომა ქონდა მთელ კამპანიას, რომელშიც 30-ზე მეტი, ასე ვთქვათ, ინფლუენსერი და ცნობადი სახე იყო ჩართული და შესაბამისად 9 მილიარდ წვდომას, როდესაც სოციალური მედია კამპანია აგროვებს, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი სოციალური სივრცე გაჯერებულია ამ ინფორმაციით, ამ პროექტით და ჩვენც აი ადგილობრივები, მე მაგალითად ისეთი ადგილები მეგონა რომ აჭარა და განსაკუთრებით ქობულეთი ვიცოდი ძალიან კარგად, მაგრამ აღმოჩნდა რომ ისეთი ადგილებიც არსებობს, რომელიც ჯერ არ მინახავს, ჯერ არ გამიგია და აი ამ ადამიანებმა ის თავიდან აღმოგვაჩენინეს და მიგვიყვანეს იმ უცნობ ადგილებამდე. ეს არის თქვათ იგივე ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული ძალიან ლამაზი სოფლები, ძალიან ლამაზი ადგილები, ჩირუხის მთაზე, შუახევის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მთის ადგილები, ლოკაციები, რომელიც გამორჩეულია თავისი ბუნებრივი სილამაზით. მაჭახელას ხეობა თითქოს და ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ აქაც აღმოგვაჩენინა გასტრონომიული სიახლეები, მივიწყებული კერძები, რომელიც თითქოს ყოველდღიურობაში არის ჩაკარგული, ახლიდან დაგვანახა. ანუ ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, ამიტომაც გიდები, როდესაც საუბრობთ, რომ ფართო სპექტრი უნდა გქონდეთ მათ თავიანთი ინტერესების და უნდა ფლობდნენ გარკვეულწილად ინფორმაციას რაღაც დონეზე მაინც, ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ინფორმაციები უფრო მეტად გავუმდიდროთ და უფრო
და პლუს კიდევ მივცეთ იმისი სტიმული, რომ უფრო მეტი გაიგონ და უფრო მეტი იმუშაონ საკუთარ და თავზე. თვითონაც მოიძიონ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია 3 თვის განმავლობაში რაღაც საბაზისო ცოდნა მივცეთ, მაგრამ აი ის სიყვარულის კომპონენტზე რო საუბრობთ, სწორედ იმან უნდა აიძულოს, რომ მე უკვე ადგეს და უფრო სიღრმეებში შევიდეს და უფრო დაწვრილებით და უფრო საინტერესოდ გახადოს ის თავისი პროგრამა, რომელსაც ან ადგილობრივ, ან საერთაშორისო ვიზიტორს მოუყვება. და საკუთარი თვალით დანახე, მაინც ასჯერგეთესია, ზუსტად რო იცი რაზე ლაპარაკობ. და სანამ დაგემშვიდობებით, იქნებ გითხრათ, როგორი მოლოდინი გაქვთ წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით? რა რაოდენობის ტურისტს ველოდებით? ნუ ზუსტად ვიცი რომ ჯავშნები თუ ვიცით ამ ჩვენი ადგილი თუ დარჩება ქალაქში. ხო, ამაზე ხშირად ხუმრობთ ხოლმე, რომ ერთი თვე უნდა დავაწესოთ, რომ ადგილობრივები წავიდეთ, ხო? კი, აქაურობა იყოს ჩვენი. ანუ მაშველი ეს რა სპეციალური თქმა უნდა მაშველი, მაგრამ რა თქმა ჩვენ უნდა, მიხდე, მიგვიყვება ოთხივე მაყურებელი. სეზონისათვის მიმზიდველი ტურისტული მიმართულება ვართ და გვინდა რომ ეს სტატუსი იყოს უფრო გამყარებული, უფრო ასე ვთქვათ, ყოვლის მომცველი, აქედან გამომდინარე არ უნდა არსებობდეს ჩვენთვის ის რომ აი ზაფხული მოვიდა და ვემზადებით. არა, ზაფხული მოვიდა, ჩვენ ზაფხულის სეზონისათვის ვემზადებით. ზაფხული მიილია, უკვე შემოდგომაზე გადავდივართ და შემოდგომის აქტივობებზე ვართ ორიენტირებული. ზამთარი მოვიდა და სამთო-სათხილამურო მიმართულება აქტიურდება და კიდევ სხვა სათავგადასავლო თემა. ეხლა ასე ვთქვათ, გაზაფხულია და გაზაფხულზე ჩვენ იწყება უკვე რამდენიმე დღეში და საგაზაფხულო აქტივობები გვაქვს და საგაზაფხულო კუთხითაც არის ქვეყნები, რომლებიც ამჯობინებენ ჩვენს რეგიონს გაზაფხულზე ჩამოვიდნენ და მოინახულონ, ასე რომ ოთხივე სეზონისათვის საჭირო არის მიმზიდველი და საინტერესო. მუდმივ ზადყოფაში და სხვათა შორის აუცილებლად მინდა აღნიშნო, რომ წელს განსაკუთრებული დაინტერესება იყო ზამთრის კურორტების მიმართ ჩვენსკენ და ძალიან მოხარული ვარ და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ასე გაგრძელდება და უფრო მეტად განვითარდება და უფრო მეტ დამსვენებელს და ტურისტს უმასპინძლებთ. აუცილებლად. მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებთ. არაერთხელ მოგვიწევს თქვენთან შეხვედრა ამ გადაცემაში, იმიტომ რომ ბევრი სიახლეები გექნებათ დარწმუნებული ვარ, რასაც ჯერ ახლა არ იძახით, სავარაუდოდ. დამშვიდობებით ჩვენ სტუმარს და ისევ დავბრუნდებით რამდენიმე წამში დარჩით ჩვენთან ერთად. ვაგრძელებთ ისევ ამ საინტერესო თემაზე საუბარს. ამჯერად უნდა შემოგვიერთდეს გიდი და მისგან გავიგოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს პროფესია მისთვის, აღიქვავს თუ არა ამას როგორც პროფესიას, ისე იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია რომ ამ ადამიანებს ვუწოდოთ, რომ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის პირველი მასპინძლები, რომლებიც ხვდებიან აქ ჩამოსულ ტურისტს და მსვენებელს თუ ადგილობრივს, იმიტომ რომ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ჩვენც კი გვჭირდება ხანდახან გიდი იმისთვის, რომ ჩვენივე ქვეყანა, ჩვენივე ქალაქი, კუთხე გავიცნოთ იმაზე უფრო უკეთ, ვიდრე ვიცით ხოლმე. როგორი არის ეს პროფესია, როგორ მიმდინარეობს მათი ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებსაც აცდობს ქვეყანას და სირთულეები, რომლებსაც აწყდებიან, იმიტომ რომ არ არსებობს პროფესია, სადაც რაიმე სახის წინაღობა არ იქნება. უნდა შემოგვიერთდეს რომან ხალვაში, გიდი. დღემშვიდობის. გამარჯობა, მოგძანდით. მოგესალმებით. დავძანდით. მოგესალმებით. ტელემაყურებელსაც მოგესალმებით. სულ მაწუხებდა ეს შეკითხვა და ვიცი რომ უფრო სერიოზულად დავილებარებოთ, მაგრამ ანუ ერთი და იგივე ლოკაციის გაცნობა რომ 1000 ჯერ გიწევს ტურისტის, აი როგორ უმკლავდებით ამ ანუ კიდე ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. თუ არ გაქვს გაც და როგორ ახერხებთ ხოლმე? თუ ყველა ჯერზე ისტორია სხვადასხვანაირად ყვებით. შევაზებული დიახ, მადლობა შეკითხვისათვის. საქმეც მაგაშია, რომ გიდის მოვალეობა არის ეს, რომ გაამრავალფეროვნოს თავისი ინფორმაცია სხვადასხვა ლოკაციების მხრივ და რაც არ უნდა
ბევრჯერ ნახი ადგილი იყოს, ის აუცილებლად შენ უნდა შეძლო, მოინახულო, მრავალჯერ სხვადასხვა კუთხით გააცნო ინფორმაციები გამრავალფეროვნო და არ არსებობს პრობლემა, წინაღობა, რომელიც შეიძლება წინააღუდგეს და თქვათ ვერ მოყვეს, იმიტომ რომ ჩვენი ტერიტორია, ჩვენი ტურისტული მიმართულებები, ლოკაციები იმდენ საიდუმლოებას, იმდენ ახალ ინფორმაციას და ძველ ინფორმაციას იტევს, რომ შენ შეგიძლია ყველანაირად ყველა მის მოზე ის სივრცე იცვლება ხოლმე და ინფორმაციაც უნდა გაამრავალფეროვნო, ამისთვის მუშაობთ, თუ არ გამვითარდები, რა თქმა უნდა გამოგვივა ერთფეროვანი ტური და წარუმატებელი და შემდეგ დარჩები მუშევარი. რამდენი წელია რაც ამ სფეროს ემსახურებით? 10 წელია 10 წელი. მუშაობ, კიდათ, როგორც კი დაიწყო აქ ტურიზმის განვითარება, მას მერე ჩავედით და ჩვენ მე ძირითადად მუშაობ სალაშქრო თემაზე, ვარ სამთო გამყოლი, კანიონინგის გიდი ვარ და ასე მრავალფეროვანი თემა გვაქვს, ამიტომ მოსაწყენი არაა, პირიქით საინტერესოა და ყოველთვის უნდა იყო ფორმაში, იმიტომ რომ გვიწევს ძალიან ბევრი ინფორმაციის მიღება, შემდეგ ამ ინფორმაციის დამუშავება, გადაცემა და ანუ გიდი თვითონ ირჩევს იმ ვიწრო სფეროს, სად ურჩევნია ყოფილი, ალბათ თქვენ თავგადასავლები სულ გიყვარდათ და შესაბამისად ამიტომაც კანიონინგი და რაღაც ხო? ამიტომ რაც შენს გულთან უფრო ახლოსა, ის უნდა აკეთო, ის საქმე უნდა აკეთო, ის თემა უნდა აირჩიო, მაგრამ ეს კიდევ გეხმარება, რომ იყოს მრავალფეროვანი, რომ არ იყოს მოსაწყენი, თქვათ, ქალაქის ტურები, ის ჩვეულებრივი ტრადიციული მარშრუტები, რომელზეც კეთდება ძირითადი აქცენტები, თქვათ, კანიონები, მახუნცეთის ჩანჩქერი, რომ იყოს მრავალფეროვნება, ამიტომ მე პირადად და ჩემმა მეგობრებმაც უფრო გადავწყვეტეთ ესეთი სათავგადასავლო ტურიზმში გვემუშავა და არის გარკვეული წარმატებებიც, დაქვეითულები ვართ. შესანიშნავ ძალიან არაჩვეულებრივია. თქვენ კი ახსენეთ, რომ ეს პროფესია არ არის მოსაწყენი პირიქით, მაგრამ არ არსებობს პროფესია, სადაც არ არის სირთულე. მით უმეტეს, როდესაც ამდენ ადამიანთან გიწევთ კონტაქტი, ყველა ადამიანი ინდივიდია, რაღაცნაირად ინდივიდუალური მიდგომა არის საჭირო, განსაკუთრებით როცა ინფორმაციას გადასცემთ. რა სირთულეებს აწყდებით ხოლმე? აი, მთელი ამ 10 წლის განმავლობაში, აი რომ გაიხსენოთ. Ну, სირთულეები საერთოდ ლაშქრობა, კანიონინგი ეს წინასწარი გეგმება, შემუშავებული გვაქვს მარშრუტი, სად უნდა მივიყვანოთ ტურისტი, იქ რა წინააღმდეგობა შეიძლება დაგხვდეს, სად არის წყლის საშუალება, სად არის დასვენების, საპიკნიკი ადგილები, ეს ყველაფერი მომზადებული გვაქვს. თუ ეს წინასწარ არ გაიარე, არ გადაამუშავე ეს თემა, წინააღმდეგობები გექნება ყოველ ფეხის ნაპირზე. ამიტომ ჩვენ ზუსტად გიდები და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები იმიტომ ვარსებობთ, რომ ეს რისკები, ეს წინააღმდეგობები დავიყვანოთ თავგადასავლამდე. ტურიზმა არ უნდა იგრძნოს, არ შენი დაღლა, არც ძნელი ეს ბილიკი, სადაც თქვა შეიძლება დაიღალოს, ეს მიაწოდო უნდა ინფორმაცია იმ დაგვარად, რომ ის დაღლა აი ამ სასიხარულო და რაღაც არც უნდა მობეზრდეს, ხო? სავარაუდოდ. რა? არც უნდა მობეზრდეს იმ სიტუაციაში ერთი და იგივე თემა, უნდა ელაპარაკოს სხვა თემაზე, სოციალური ისტორია, შეიძლება რაღაც კულტურის თემა, ადგილობრივების ტრადიცია, თქვათ, ქორწინების, რაღაც როგორი ურთიერთობა სოციუმში ეს ყველაფერი უნდა და ნაკლებად უნდა შეეხო ისეთ კინოურ თემებსაც, თქვათ, პოლიტიკა და რაღაცები და ასე სტუმარი უნდა დატოვო ნასიამოვნები, მისცე უნდა ობიექტური ინფორმაცია, სწორი ინფორმაცია შენს რეგიონზე, იმ ლოკაციაზე, სადაც იმყოფები და ლამაზი მხარი თაჩვენო შენი ქვეყანა და. ანუ ზუსტად უსაფრთხო თავგადასავალი უნდა ქონდეს. მისთვის უნდა იყოს უსაფრთხო, მაგრამ შენ ყოველ წუთში უნდა იყო მზად, რომ აქ შეიძლება მოხდეს მაგალითად ჩემს მეგობარს, მეც მქონდა, თქვათ, არის ასეთი სამთო გიდი, გიორგი, რომელიცაც ყავდა ტური გობრენეთის ჩანჩქერზე და სადღაც 15 მეტრში ჩაუარა დათვი, თავისი ბელები და ამან ძალიან ესეთი ვერ დაგეგმა, მეც თვითონ მქონდა, სადღაც მივდივართ ბილიკზე და აი წინ, სადღაც 100 მეტროში
აი ვიღებდით ყველაფერს, მაგრამ ისე ჩქარა მოხდა, რომ დათუმა გადმოგვირბინა და გადაღებაც ვერ მომასალით, ესეთი კურიოზები ხდება. აქ უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე, იმათმა ვერ უნდა მიხდენო შენ შეგეშინდა ან დაიღალე ან რაღაცა. აი ასეთი, როდესაც ხარ მომზადებული და იცი რომ ეს რისკები აქ არსებობს, შესაბამისად ეს იქნება კურიოზი და მისთვის საინტერესო. თუ შენ ამ შემთხვევაში გაიქეცი, დაიწყე ეს უკვე იქნება. მიატოვო ტურისტი. დათი რომ მოტრიალდება და სურათში დაგწევა. ხო, ეგეც ყველაფერი შესაძლებელია. სადაური ტურისტებია მეკითხავს. თქვენთან პირად საუბრებში შემდეგ მათი განწყობა როგორია შეხედულება რაღაც რას გიზიარებენ? შეხედულება მე პირადად მაგალითად საერთოდ სალაშქრო თემა, სათავგადასავლო ტურიზმი ეს არის ერთ-ერთი მზარდი ინდუსტრია, ტურისტული ინდუსტრიაში და აქ არ მოდიან ჩვეულებრივი ადამიანები, ისინი მომზადებულები არიან, ისინი ბევრს მოგზაურობენ და ყველაზე თქვათ შეძლებულიც არიან, ბევრი ინფორმაციას ფლობენ, სანამ აქ ჩამოვლენ თვითონ ქვეყანაზეც, ამიტომ შენც თვითონ უნდა და ძირითადად მე ვცდილობ მაგალითად თუ არის ტურისტი, რომელიც იყო ჰიმალაებში, ზოგი კარპატებში მოძრაობა, იტალიაში ბევრი სათავგადასავლო მარშრუტებია. მე ყოველთვის ვეუბნები, ჩემი თხოვნა იქნება ობიექტურად შემიფასოთ, აი ჩვენი მარშრუტი, რომელზეც ჩვენ გავივლით და ისინი აღთვალანებული ამბობენ, ბუნებაც, ისტორიებიც, ბევრი ისტორიული ძეგლია, ციხე, თამარის ციხე, წარმოიდგინეთ სოფელში როდი ადიხარ, თქვათ ასეთი უნიკალური სოფელი გვაქვს ჩვენ 1 მაისი, რომელიც ცნობილი ტურისტული მიმართულებაა, იმიტომ რომ იქაა შევაშიძეების მარანი, ცნობილი, მაგრამ ამ სოფელში არის ორი ციხე შუა საუკუნეების, თამარის ხიდი პატარა სოფელში და ნეოლითის პერიოდის ადამიანის სადგომი. და როდესაც ამას მიაწვდი იმ თემით, რომ ეს არის მთლიანად საქართველოს მოცულია ესეთი ისტორიული ადგილებით, ციხეებით, კოშკებით და აუხსნი რომ აი თამარის ციხე 1000 წლის წინ აშენდა ამ სოფელში, სადაც ფაქტიურად 20 ოჯახი ცხოვრობს. ამით შენ ობიექტურად აწვდი შენი ქვეყნის ისტორიულ წარსულს. და ნეოლითზე რო ელაპარაკები, გამოდის რომ უწყვეტად ცხოვრობდნენ რამდენიმე ათასი წელი. აი ეს ინფორმაცია ამას რომ მიაწვდი, ის უკვე შენ თulis თანასწორ იმ ქვეყნებთან, სადაც ის მოგზაურობდა, ну ამას ემატება ჩვენი ისტორიული წარსულის, ეს გმირული ოქროს ხანა, ბრინჯაოს ეპოქა, ქვის ხანა, ეს ყველაფერი უნდა მიაწოდო იმ დოზით, რაც საჭიროა და ამის და ამ ყველაფერთან ერთად როგორც ახსენეთ თავიდანვე უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, რომ ეს კანიონინგი და ლაშქრობა გადაიქცეს სასიამოვნო თავგადასავლად. ტურიზმის განვითარებაში, საერთოდ ტურიზმში, ლაშქრობაში ყველაფერი იწყება უსაფრთხოებიდან. პირადი უსაფრთხოება, საინფორმაციო და იქ ყველაფერი შედის აი ამ უსაფრთხოებაში. ის როცა თulis უსაფრთხოდ თავს, ყოველთვის უნდა ამდენი ტერიტორია დაგჭა, აქ ასეთი საშიშროება რამე თქვა ქვის ვარნა არაფერი არ არსებობს, აქ ბევრჯერ ყოფილ ვარ, წინასწარ აცნობ და ის თავისუფლად მოხვდება ტურზე და გადაადგილდება და მე რჩება საინტერესო და კარგი ემოციები. ანუ ამ შემთხვევაში გიდი, რომელიც ქალაქგარეთ მუშაობს და განსაკუთრებით სალაშქრო რაღაცაში კიდე სპორტულ ფორმაშიც უნდა იყოს, იმიტომ რომ ერთია, როდესაც ასფალტზე გადაადგილდები და შეიძლება დაიღალო 20 კილომეტრი მოიარო ქალაქში რაღაც კონკრეტულ დაშმა. მეორეა, რომ აი ესე უნდა მოიარო დღეში 20 კილომეტრი, ეს აქტუალია 20 კილომეტრი თავისუფლად, მაგალითად ყველაზე ადვილი მარშრუტი, რომელიც ბილიკი ჩვენ რომელზეც მე ხშირად ვატარებ და ჩემი კოლეგები გულების მე ძახიან გულების მარშრუტის თითქოს და ადვილია, მაგრამ 16 კილომეტრი, 8 კილომეტრი გიწევს აღმარჩი სიარულს, შემდეგ 8 კილომეტრი უკან დაბრუნება სხვა მიმართულებით ძალიან ძნელია და ძალიან გამოცდილ თქვათ ქონდა ესეც ტურისტ დაგეგმვაც ძალიან საინტერესოა და ძალიან საინტერესო კონტინგენტი ჩამოდის. იმათ თქვათ როცა გვიგეგმავენ, გვეუბნებიან გვინდა ძალიან ძნელი მარშრუტი და ჩვენ ვშიშობთ რომ ნუ თუ კიდევ თუ მოგვთ და იქ ვაქვს ჩვენ დათქმული რომ თქვა შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს მარშრუტი. 90% ნახევარგზაზე უკვე დაღლილია ტურისტი და შემდეგ უკვე ჩვენს განკარგულებაშია
ვადგენთ რამდენ წუთში უნდა დაისვენონ, სად იქნება საპიკნიკი ადგილი და ყველა ანუ ამ შემთხვევაში, როდესაც ალაშქრობ მიდიხარ, იდეაში საგზალიც თან გაქვს უკვე. ყველაფერი იქ სამედიცინო დახმარება პირველადი. ანუ ეგეც გავლილია გვაქვს ყველაფერი, ტურიზმის დეპარტამენტი ამ ხრივ ძალიან ჩვენს გადამზადებაში კანიონინგის გიდები მოგვამზადა აჭარაში, ეს საერთოდ ახალი თემაა. და 5 გიდი მუშაობს ყოველწლიურად და ყოველწლიურად გავდივართ და თვითონ თავისთავად ჩვენც უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თავზე. ჩვენ გარდა ტურიზმის დეპარტამენტისა ვცდილობთ მაგალითად ჩამოვაყალიბეთ მოლაშქრეთა ფედერაცია და უკვე დავაწესეთ, რომ ყოველ თვე გქონდეს ლაშქრობა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს, იყოს ბიუჯეტური და ადგილობრივებმა ჩაერთონ ახალგაზრდები. ესე იგი დეკემბერშიც, თებერვალში იყო, მარტშიც გეგმავთ ასეთ გასვლებს, რომ პოპულარიზაცია და ეს ახალგაზრდობა მოუწყვიტოთ ამ რესტორნებს, ბარებს, გართობას და ვაჩვენოთ ამაზე უკეთეს გართობა რა. და წარმოიდგინე გიდის პროფესია ერთდროულად სპორტსმენი, ექთანი, ისტორიკოსი, ხანდახან ფიზიკოსიც და ფსიქოლოგი, ისტორიკოსი, ყველაფერი უნდა გეოგრაფია, ყველაფერი უნდა იცოდე, რომ შეძლო იმუშაო, თორემ ძალიან დიდ პრობლემებს გადააწყდები. მოგეთ კითხვა არ უნდა იყოს, სადაც პასუხი არ არსებობს. საინტერესო თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ გაგიმეორდათ ჯგუფი, ან მაგალითად 1-2 ადამიანი, ან მაინტერესებს ისევ ბრუნდებიან თუ არა, აი ჩვენი მიზანი რაც არის, რომ ისე გავაცნოთ. ხო, ქალაქი თუ ქვეყანა ტურის რომ ის ისევ ჩამოვიყვანოთ უკან. მაგალითად უკვე საკმაოდ განვითარებულია ტურიზმი საქართველოში და თუ ტურისტი დაბრუნდა, ესე იგი იმ ხალხმა, ვინც წინა პირობა შექმნა ალბათ, ხო? ექსკურსიის პროგრამ უმასპინს და მათ კარგად იმუშავეს. და რამოდენიმე შემთხვევა, ათეული შემთხვევა მაქვს, როდესაც ხვის ჯგუფში შემოხვედრია ჩემი ტურისტი და რამოდენიმეჯერ ჩემი ექსკურსიაც აუღიათ, სადაც მე ვიყავი გიდი, შემთხვევით დაუგეგმავად, ასეთი შემთხვევები არის. და პოტენციალი არის უდიდესი. მე ახლა ჩემს თემაზე, სათავგადასავლო თემაზე მინდა გავამახვილო კიდევ ყურადღება და ტელევიზიასაც აქ ძალიან დიდი როლი აქვს. ჩვენ აჭარის ტელევიზიასთან თანამედროვე თემო სალუქვაძე რამოდენიმე რეპორტაჟი საახალწლოც გავაკეთეთ. და მუშაობთ ახალი მარშრუტებზე, ისეთ მარშრუტებზე, რომელიც ჯერ ტურისტებისათვის მიუწვდომელია. ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებით შარშან 1-20 კილომეტრის მარკირება გავაკეთეთ, გავიარეთ და ტურებს ვაკეთებთ ამ მიმართულებით და გვაქვს მე მგონი ასეთი იდეაც, ესეც მოდის ტურიზმის დეპარტამენტიდან, რომ ზღვიდან თამდის სალაშქრო ბილიკი უწყვეტი და მე მგონი წელს დავამთავრებთ ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებით, ჩვენ ფედერაცია ამაზე მუშაობთ, გავიარეთ თითქმის მთელი მარშრუტი, ეხლა გავაკეთებთ. ფეხით შეიძლება? ფეხით, აი საბაგიროსთან უნდა დავიწყოთ და გოდერძამდის ან გომისთანდის უნდა ისე დრო თუ გაქვთ გაზომილი, ანუ ფეხით ამ მარშრუტის გავლა რამდენი დრო დაჭირდება? სადღაც 100-130 კილომეტრი იქნება და ჩვენ ნაწილ-ნაწილ გვაქვს გავლილი. წელს ახლა გავივლით, დავიწყებთ ზღვიდან და ავანთამდის და შემდეგ ვეცოდინება ეს და ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ თურქეთში არის ცნობილი ლიკის მარშრუტია, რომელიც ძალიან თვალწარმტაც ადგილებზე გადის და მე მყოლია მოლაშქრეები, რომელსაც უსვამდი შეკითხვას, აი თქვათ იქ ხო ძლიერია, ჩვენსაც თუ აქვს პოტენციალი და ისინი გადარეული იყვნენ ჩვენი ბუნებით, ხელუხლებელი ბუნებაა და ყველანაირად შეგვიძლია გარკვეული კონტინგენტი, ვიც ირჩევს ლაშქრობას და თქვათ მიდის თურქეთში, საქართველოში ჩამოვიდეს, ამისთვის კეთდება ყველა ეს ღონისძიებები. სანამ დაგემშვიდობებით მე ორი კითხვა დავსვა და მე შენ გააგრძელე. ხო, ანუ არ უკეთ ანუ თქვენი გამოცდილებით ადამიანური შესაძლებლობებით და საშუალო სტატისტიკური ადამიანი, რომელიც ახლა ლაშქრობებში იშვიათად დადის რაღაცა რამდენი კილომეტრის გავლა შეუძლია, იმიტომ რომ ახლა კი გვესმის ისტორიულად რომ ყოფილა ხო, ნუ ჯერ ჯარების ისტორია ვიცით რომ აი რაღაცა
მარშებზე დღეში 50 კილომეტრს გადიოდნენ. დღეს ადამიანს შეუძლია დავუშვათ რამდენი კილომეტრის გავლა შეუძლია საშუალოდ ლაშქრობაზე. და გიც უნდა შეეძლოს მთელი დღე იაროს თუ მას თქვა ტურისტი ამის შესაძლებლობას აძლევს და გაყვება უნდა გაიაროს მან არ უნდა აგზნობინოს რომ დაიყარო. მე მაგალითად პრაქტიკაში მქონია 80 წლის ქალბატონებიც 70-75 წლის ქალბატონებიც ამას ასაკი არა აქვს სხვათა შორის და სალაშქრო ჯოხების გამოყენებით თუ რა ესე იგი ძალიან პატარა ბავშვებით ეხლა მაქვს აგვისტოში ჰოლანდიიდან ჩამოდის ჯგუფი ოჯახით 5 წლის ბავშვი და მოითხოვეს 7 დღის მანძილზე მხოლოდ ლაშქრობა. არავით არის მანქანა, არავით არის სოციალური ქსელები, მხოლოდ ლაშქრობა და შევადგინოთ უნდა ეს მაგალითად პრობლემაა. მე უკვე ძალიან გამიჭირდა რომ ზუსტად შემედგინა, იმიტომ რომ წვეტილობა არის, მაინც მიწევს მანქანით გადაადგილობა და ამიტომ ჩვენ მუშაობთ რომ ეს გავხადოთ შესაძლებლობა ასეთი კონტინგენტი მე დარწმუნებული ვარ ეს ოჯახი ძალიან ბევრ ადგილზე ლაშქრობდა, მოგზაურობდა და გამოცდილებაც აქვს ალბათ. ჩვენთვისაც გამოცდილება იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა დავახვედროთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქ გამართული. აგვისტოზე იმიტომ ხარ შეგითახთ რომ ახლა გზაში არიან ფეხით საიდან. შეიძლება ფეხით მოდიან, ანუ აგვისტოსის აქ იქნება. ანუ ზუსტ გეგმას დიდი მნიშვნელობა. ჩვენ შუა აზიაში სავარაუდოდ 60-80 დღეში ვიქნებით მანდო, იმიტომ რომ დღეში ამდენი კილომეტრის სიჩქარით მოძრაობთ. შეიძლება. მე მაინტერესებს არ ძირითადად ტურისტებთან გიწევთ თქვენი საქმიანობის შესრულება თუ არის მომენტები, როდესაც ადგილობრივიც გყავთ და ამ დროს აი, მესმის რომ ტურისტები უფრო მოყვარულები არიან მოგზაურობის და იციან როგორ უნდა ჩაიცვან, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, იმიტომ რომ ამ დროს ფეხსაცმელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი, ქართველების შემთხვევაში რა უნდა გავითვალისწინოთ თუ გადავწყვეტთ რომ გამოგყვეთ ამ საინტერესო გადასავლა მოგზაურობაში? პირველი უნდა იყოს სურვილი და თუ სურვილი არის, არანაირი წინააღმდეგობა არც ჩაცმიდან, არც ამინდზე არ არსებობს. რა თქმა უნდა, სპორტული შევეცადე და ჩვენი ფედერაციის მიზანი არის, რომ ადგილობრივებში, ვთქვათ, ეს კულტურა დავამკვიდროთ და ჩვენ სანათესაოში 1, 3, 4 ლაშქრობა გავაკეთეთ, ახლაც ვაპირებთ, ვიკრიბებით. ნაცვლად იმისა, რომ წავიდეთ რაღაცა ღონისძიება აღნიშნოთ რესტორანში, მივდივართ ლაშქრობაზე. მე მგონი ჩვენც ვერ ჩავერთოთ ერთხელ კამერით წავიდეთ და გავიგოთ თელი დაპატიჟებული ხართ, გვექნება ახლა აი ამ მარშრუტების, ვთქვათ, პრეზენტაციები და რაღაცა გასვლები და შეგიძლიათ შემოგვიერთეთ და იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრს მოგზაურობთ თქვენ, პროფესიიდან გამომდინარე, მაგრამ მე ყველა ხეობა მაქვს გავლილი აჭარაში განსაკუთრებით, მაგრამ აი უკანასკნელი 2 თვის მანძილზე ისეთი ადგილები ვნახე, რომ წარმოუდგენლაშიც არ მქონდა თუ ასეთი ლამაზი ადგილი ჩვენ. ამიტომ ამოუწირავი პოტენციალი აქვს აჭარას და და სანამ დაგემშვიდობებით თქვენამდე ვსაუბრობდით, რომ გიდების გადამზადების ტრენინგი და კურსი დაიწყო ტურიზმის დეპარტამენტმა და რას ურჩევდით და რა რჩევას მისცემდით, რა უნდა გაითვალისწინონ დამწყებმა გიდებმა? დამწყებმა გიდებმა პირველი უნდა გაითვალისწინონ ის, რომ აქ იავარდებით მოფენილი ბილიკები არ არსებობს, რომ იყო კარგი გიდი და წარმატებული გიდი აუცილებლად უნდა ისწავლო და კიდევ ერთხელ ისწავლო. და ფეხების ვარჯიშები ასევე. და ამას რომ მიაღწიო, აქ უკვე სხვა არის ფიზიკა, მომზადება და დანარჩენი კომპონენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ აქვს. რაც უფრო მეც მოემზადები, მით უფრო წარმატებული იქნება შენს პროფესიაში. არასოდეს დაღლი ხართ თქვენი პროფესიით? ან თუ გქონიათ არა, საბედნიეროდ ჯერ არ დავიდეო. იმედი მაქვს ეს ასე გაგრძელდება კიდევ დიდხანს. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ. შვიდ თავგადასავლებს. დავშტობოთ ჩვენ სტუმარს. ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. ჩვენ რამდენიმე წამში უკვე ახალი თემით დაგიბრუნდებით. მადლობა თქვენს.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ამჯერად უნდა ვისაუბროთ პროექტებზე, რომლებიც სკოლებში მიმდინარეობს ხოლმე და ამ პროექტებზე ჩვენ ძალიან ხშირად ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას თუ რა მნიშვნელობა აქვს პირობითად არაფორმალურ განათლებას, იმ აღნიშნულ სხვადასხვა აქტივობებს, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო წლებში მიმდინარეობს ხოლმე. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება საჯარო სკოლა თუ კერძო სკოლა, რა დადებითი მხარე აქვს ამ ყველაფერს, რამდენად არის ინტერესი მოსწავლეებისგან და ზოგადად რას ნიშნავს იყო აქტიური მოსწავლე და მაშინ როცა ამისთვის სკოლა ყველანაირ შესაძლებლობას შანსს გაძლევს და გიწყობს ხელს. სწორედ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ ახლა ჩვენ და შემოგვიერთდება ჩვენი სტუმრები. ინდირა ანანიძე, ლიცეუმის სასწავლო მენეჯერი, მოვბრძანდით. ანა გეგუჩაძე, მე-7 კლასის მოსწავლე, დავით კუნჭულია, მე-10 კლასის მოსწავლე. დღემშვიდობისა მოგესალმებით. როგორ ხართ? მადლობთ. დავიწყოთ სანამ კონკრეტულ საკითხებზე გადავალთ. ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია, რომ იყო პერიოდი, როდესაც სკოლებში მიმდინარეობდა ერთი გაწერილი სისტემით სწავლება და არ იყო ის შესაძლებლობა და ის აქტივობები არ იგეგმებოდა და არ ხორციელდებოდა ხოლმე, რისი შესაძლებლობაც ახლა აქვთ მოსწავლეებს სკოლებში. რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღევანდელი თაობისთვის, რა დადებითი ხარი აქვს ამას და რა იქნება ამ ყველაფრის შედეგი საომავლოდ. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო შეკითხვა. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ჩვენის თაობა ვიყავით, რომელიც ერთი ხაზით მიდიოდა, მოამზადე გაკვეთილი, მოიტანე მეორე დღეს, წაიღე ნიშანი. დღეს აბსოლუტურად განსხვავებულია. განსხვავებულია მიდგომებიც, განსხვავებულია მოთხოვნებიც, განსხვავებულია დაკვეთებიც, განსხვავებულია ბავშვების ინტერესებიც. შესაბამისად, ეს ყველაფერი ერთად ქმნის იმას, რომ ნებისმიერმა სასკოლო საზოგადოებამ და გუნდმა, არა მარტო სასკოლო საზოგადოებამ აქ ჩართულ მშობლებთან ერთად იზრუნოს იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი მრავალმხრივი განვითარება და მიცეს მოსწავლეებს საშუალება, რომ საკუთარი თავის სხვადასხვა მიმართულებით აღმოაჩინოთ. სწორედ ამას უწყობს ხელს არა მარტო აი ეს არაფორმალური განათლების პოლიტიკა, არამედ ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი კონცეფციის ნაწილიც ეს არის, რომ როგორი ტერმინი გაჩნდა, იცით, თავი იგრძნოს განსხვავებულ გარემოში, კომფორტულ გარემოში, დაიმკვიდროს საკუთარი თავი და თვით კონცეპტუალურობა საით წავიდეს, რა ურჩევნია, რომელი კლუბის წევრი იყოს, რომელი არაფორმალური განათლების მიმართულებით, რა ღონისძიებებში ჩაერთოს, რა აქტივობები აირჩიოს და შეხედოს, რომელი მიმართულები არის მისთვის საინტერესო, რომელ მიმართულებაში ხედავს თავს და სად ურჩევნია თავი დაიმკვიდროს. ამ მიმართულებითაც მუშაობთ ჩვენ რამდენიმე მიმართულებით, რომ ყველა ეს მოსწავლის ინტერესი, მათი გამოწვევები, მათი მნიშვნელოვანი, აი რაღაცა ძიებები და ახალი თემები რაც შემოდის, ამას ვუპასუხოთ, დავსხდეთ, ერთად გავიაზროთ და მათთან ერთად დავგეგმოთ. ანუ საუბარი არის, როგორც ვიხდი, ინიციატივის ფონაზე, რომელიც თვითდამკვიდრების დროს შენ უნდა გამოავლინოს შენ თვითონ შენი სურვილები და შემდეგ პარალელურად ადაპტაციის უნარი, რომ ჯერ მოერგო გარემოს, მერე მოირგო გარემო. ეს ორი დიახ, აბსოლუტურად. ხო, ანუ ის აი ტერმინი რაოდენობრივი წიგნიერება, რასაც აგროვებ ამ სწავლის პერიოდში, იმისი მოდელირება შეძლო და ამ შექმნა შემოქმედებითი პროდუქტი, არა მარტო შემოქმედებითი პროდუქტი, რაღაცა ისაც რაც დღეს თანამედროვე საზოგადოებას დაკვეთა ითხოვს, ამით წარდგეს ამ საზოგადოების წინაშე და არც საკუთარი თავი არ დაგავიწყდეს, ინტერესები არ დაგავიწყდეს, განვითარდე და არ ჩამორჩე. ეს არის ყველა. შეიძლება გაასწრო კიდეც, იმიტომ რომ ეს თაობა ისეთ რაღაცებს ქმნის, თან მით უმეტეს დღეს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, რომ ჩვენაც ვეღარ ვეწევით. მე რო ვთქვათ მესამე თაობის რაღაცა საინტერესო პროგრამა ვისწავლე, რომ მოვედი უკვე მე-7 თაობა ჰქონდათ მოსწავლეებს დათვისებული და მე ხვდი რომ აბსოლუტურად განსხვავებულია და სხვათა შორის აქ მარტო სკოლა არა, ერთად ოჯახი, სკოლა, საზოგადოება, ეროვნული სასწავლო გეგმა, სკოლის კონცეფცია, სკოლის მისია, სასკოლო საზოგადოება მთლიანად ცდილობს, რომ ბავშვების ინტერესებზე იყოს სხვადასხვა მიმართულებით. კი ბატონო, მაშინ ბავშვებზეც გადავიდეთ, თუ შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანია, დავუშვათ, კი, დასრულები არა, რაღაც ასაკიდან დიდები ხვდებით
დატვირთვას, რაც აქვს წიგნს, ხო? 1000-ნაირად ვახასიათებთ. ამაზე არაერთხელ გილაპარაკია ეთერში და თქვენს გილაპარაკია და ყველაფერზე ლაპარაკობს, მაგრამ მაინტერესებს თქვენი კონკრეტული შეხედულება აი სკოლის მოსწავლეების, რა არის თქვენთვის დღეს წიგნი და დაუშვათ რამე თუ არის პერსპექტივაში თქვენივე გადასახედიდან ისეთი, რაც დაუშვათ სრულფასოვნად ჩაანაცვლებს წიგნს. აი ეს რაც სრულფასოვნად ჩაანაცვლებს წიგნს. აი დავით. ჩემი აზრით წიგნი ისეთი რამეა, რომ მისი ჩანაცვლება შეიძლება ვერ მოხდეს კიდევ რამდენიმე საუკუნე, იმიტომ რომ წიგნის როგორც ფიზიკური წაკითხვა უფრო სხვა განცდებს გვაძლევს, ვიდრე მაგალითად ტელეფონში რაღაცა სტატიების წაკითხვა და სხვა ინფორმაციების გაგება. ვერ იგრძნობა ალბათ ამ დროს კავშირი. ემოცია ალბათ ემოცია მას გქონდა. წიგნს როცა მკითხულობ ფიზიკურად უფრო ახლოს ხარ მასთან და უფრო შეგიძლია შეიგრძნო ეს წიგნი მთლიანად. კი ბატონო. მე მაინტერესებს თქვენგან დავით და ანა რას ითხოვთ დღეს სკოლისგან, რის მიღების იმედი გაქვთ და არის თუ არა სწავლების დღევანდელი მეთოდი თქვენთვის სწორედ ის, რომელიც თქვენ მოგცემთ იმის საფუძველს თავიდანვე, რომ სამომავლოდ იყოთ ის, ვინც გინდათ რომ იყოთ და იყოთ წარმატებულები და განათლებული ადამიანები. გაძლევთ სკოლა ამის შესაძლებლობას დღეს. მოდი დავით, შენგან დავიწყოთ და ანაც მივყვეთ აი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, რაც გვაქვს სკოლაში, მარტო წიგნიერ ცხოვრება ხო არა გვაქვს, ძალიან ბევრი პროექტია, ძალიან რაღაცა ხო ხარ ჩართულები ამ. ანუ უფრო გავამარტივებ, სწავლობთ იმისთვის, რომ უნდა ისწავლოთ, იმიტომ რომ ჩვენმა მშობლებმაც ისწავლეს, მეც ვისწავლე, თუ სწავლობთ იმისთვის, რისთვის სწავლობთ და რაში გჭირდებათ ეს ყველაფერი თუ გაქვთ გააზრებული. ჩემი აზრით ჩვენი სკოლა საშუალებას გვაძლევს რომ ვისწავლოთ ის, რაც ჩვენ დაგვჭირდება მომავალში ჩვენი სურვილების მიხედვით და ჩვენი სკოლა უზრუნველყოფს ყველანაირი პროექტით, რომელიც ჩვენს განვითარებას ეხმარება. უწყობს ხელს. ანა, შენ რას ფიქრობ? სწავლობ ალბათ ნათელი მომავლისთვის. ჩვენი სკოლა გვაძლევს ამის საშუალებას, რომ განვითარდეთ ყველა მხრივ, მაგალითად ეს პროექტი სწორედ ამისთვის იყო და აბა რა პროექტზე საუბრობთ ახლა თან გითხარით? ეხლა გვაქვს ძალიან საინტერესო. ჩვენთან იცით როგორ არის ერთი პროექტი დამთავრებული, აი DJ როგორც არის, წყურსასმენები აქვს, მეორე უნდა შემოვიდეს, ერთი დასრულებული არ არის. ეხლა არის წიგნიერების პროექტი, რამდენიმე მეგა პროექტია წიგნიერების და ეხლა პროექტი არის მოსწავლეები გვირჩევენ წიგნებს. ეს პროექტი ალბათ ზუსტად იმდენი წლისა, რამდენი წლისაც მასტერ-კლასი არის, უბრალოდ წელს ცოტა განსხვავებულ ფორმატში არის. განსხვავებულ ფორმატში არის, იმიტომ რომ მოსწავლეებმა აი ამ საინტერესო წიგნი, რაც მათ წაიკითხეს და საზოგადოებას და სამიზნე აუდიტორიას უნდა შესთავაზონ, ამაზე პროდუქტი უნდა შეექმნათ. პროდუქტი უნდა შეექმნათ რამდენიმე მიმართულებით და მათთვის სასურველი მიმართულებით. პოდკასტი ჩაეწერათ, ვიდეო რგოლი გადაიღოთ, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ფილმი შეექმნათ, ინტერვიუები მშობლებთან ჩაეწერათ, მასწავლებელთან ჩაეწერათ, სამიზნე აუდიტორია განესაზღვრათ, კრეატიული პროდუქტი უნდა შეექმნათ. აუცილებლად უნდა ამოეღოთ წიგნის მთავარი იდეა, ფინალი უნდა ყოფილიყო, ანუ მთელი სიუჟეტი უნდა ყოფილიყო დამაინტრიგებელი, არ მიესულიყო კითხველი ფინალამდე და მერე უნდა გაგვეზომა რამდენად საინტერესოდ შემოგთავაზეს ესა თუ ის წიგნი. და საბოლოო ჯამში როგორ მივიღეთ, იცი აი რასაც დღეს საგანმანათლებლო სივრცე ითხოვს, რომ აი ეს გამჭოლი კომპეტენციები რაც არის და სწავლასწავლების მიზნები, რომ კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, მედია წიგნიერების ფლობა, ციფრული წიგნიერების ფლობა, სამიზნე აუდიტორიის შენს სასარგებლოდ დამუხტვა, შენს სასარგებლოდ წამოყვანა, ეს მთლიანად იყო ერთ პროექტში, ესე ვთქვათ, ჩადებული და ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო, რომ ისინი ვინც განცხადებას აკეთებდნენ, რომ არა ვარ კარგი კითხველი, მაგრამ 1-2 კაი წიგნი მაქვს და მეც მინდა რომ შემოგთავაზოთ, რომ წაიკითხო, ესენიც ჩაერთენ ამ პროექტში და საკმაოდ მასშტაბური გამოვიდა, იმიტომ რომ მთელი ეს სამკუთხედი სასკოლო საზოგადოება, ოჯახი, მასწავლებელი, მშობელი ყველა ჩაერთო და ყველაზე მნიშვნელოვანი ისეთი საინტერესო პროდუქტების შექმნეს, რომ
რაღაცა პერიოდში, როდესაც ჟიურში ვიჯექით, ჯერ პირველი ეტაპი გავიდა, დასრულდა ამ შესარჩევი ტურის, განცდა გამიჩნდა, რომ რეჟისორის ფაკულტეტი მგონი საჭირო აღარ არის მეთქი, მაგრამ ისეთი ფილმები მოხონდათ წიგნზე გადაღებული, რომ პირველად გაჩნდა განცდა, რომ ეს რომელი ფილმია, არ გვინახია, არო, ესო ჩვენო გუნდიო, დავჯექითო, ჩვენთვის სასურველ წიგნზეო, 6 წამიანიო სცენარებიო დავწერეთო, 6 წამიანი სცენარებიო, მე ხელოვნურ ინტელექტსო, სიმბოლოებით, დატვირთვებით, გარემოთი მივედით და ფილმი გადავიღეთ. ანუ შექმნეს ფილმი, რომ გვენახა და მე მგონია, რომ ზუსტად ასუხობს აი ამ თანამედროვე გამოწვევას, რომ იმიტომ წავიკითხო, რომ რაღაცა შევქმნა, იმიტომ წავიკითხო, რომ ენა, იმიტომ რომ რაც არ უნდა ბევრი ნახოს, რაც არ უნდა ბევრი შექმნას, ხო, თუ მხატვრულ ლიტერატურასთან ახლოს არ არის, ეს არის ენის სიმდიდრე, რეი ბრედბერგს აქვს ესეთი სიტყვები, რომ თან ბევრი კარგი სიტყვებია. ხო, ერთი ასეთი აი ძალიან რომ მიყვარს, რომ 10 კარგი წიგნის წაკითხვამ შეიძლება წიგნიერი ადამიანი გაგხადოსო, მაგრამ ამ 10 კარგი წიგნის პოვნას 1000-ის წაკითხვა ჭირდებაო, ხო? აი რაღაცა ესეთი ის არის და ამიტომ ამ მოსწავლეებს ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ აი ეს 10 თუ 100 საუკეთესო იპოვოს, მაგრამ ამისთვის ეს გზები გაიაროს და რაღაცა საინტერესო პროექტი. ხა ეს ერთი წიგნიერების პროექტი რო დამთავრდება, მეორე ახალი წიგნიერების პროექტი შემოვა, მაგრამ მარტო არ არის, აი დავითმა რა წიგნიც წარადგინა, მაგალითად და პირდაპირ ფინალში მოხდა ეტაპების გავლის გარეშე, მხატვრული ლიტერატურა არ მოუტანია ბიოლოგიის კლუბის წევრია და ბიოლოგიის მასწავლებლის მიერ შემოთავაზებული საინტერესო ევოლუცია, ადამიანის ევოლუციასა და კაცობრიობის განვითარების ისტორიაზე აგებული საინტერესო წიგნი მოიტანა, ისე რომ ყველამ გადაწყვიტა, რომ აი დავითის პოდკასტის შემდეგ აუცილებლად წავა და ამ წიგნს წაიღებს. ანას გაკეთებული იყო, რომ მთელი შემოქმედებითი მოდელირებული სცენები, აპლიკაციები, მოდელები შექმნეს პატარა პრინცის, დაწყებული პატარა პლასტელინებიდან დამთავრებული დიდი კი ბატონო. აბა თქვენი ემოციები გითხარით, როგორ ემზადებოდით ამ მიმდინარე პროექტზე, რომელიც პირველი ტური დასრულდა, როგორც ვიცი, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა სრულად. რამდენად საინტერესო იყო ეს პროცედურები და მხოლოდ შენ მუშაობდი თუ ანუ ჯგუფური სამუშაო პროცესი იყო? ჯგუფური სამუშაო პროცესი იყო. ძალიან საინტერესო იყო მუშაობის პროცესი, მუშაობდით 4-ნი. ეს წიგნი ავირჩიეთ, იმიტომ რომ პატარა უფლისწული არ არის მხოლოდ საბავშვო ზღაპარი, ეს წიგნი მეგობრობას, ერთგულებას, ცხოვრებისეული ღირებულებების შესახებ გვიყვება. მოდით ის პროცესო პრინციპში თუ სპეციალურად არაა დაწერილი ის რო არის ხოლმე მეტროს წიგნები, ყველა წიგნის, ყველა ზღაპარი და ყველა საბავშვო ლიტერატურას დიდებს რაღაცას ასწავლის. კი, ნამდვილად ჩვენაც ახლა რო უბრალოდ აბსოლუტურად გეთანხმებით პატარებთან. დავით, შენ შემთხვევაში როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი? ჯგუფში 2 ბავშვი მუშაობდით ერთად და წიგნის წყვილში და წიგნის შერჩევა გავწყვიტე იმ მხრივ, რომ მინდოდა ამერჩია ესეთი წიგნი, რომელიც არ იყო უბრალოდ ლიტერატურული და ისტორიული ნაწარმოები, არამედ გადმოგცემდა შინაარსობრივად, აი გაერთიანება იყო ბიოლოგიის, ისტორიის, სოციოლოგიის და ბევრი პროვოკაციული იდეებსაც წამოჭრის ავტორი ამ წიგნში ხოლმე და ამიტომ დამაინტერესა ამ წიგნმაც და მინდოდა სხვებისთვისაც მიმეცა ამ წიგნის რეკომენდაცია. და ისიც შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ წიგნი როგორც თქვენ ბრძანეთ მანამდე, ყველა სფეროს წარმოადგენელს წიგნის სხვადასხვა რაღაცას ასწავლის უპირატესად, ხო? ანუ დაუშვათ იგივე საუბრის სიტყვის ხელოვნება. სიტყვების გამოთქვა, ხო? ბოლო არსებობს ეს ჯადოსნური სიტყვა, რომელსაც მართლა ვიხდებით სკოლაში ბოლო რიგვრალი მეორებთ, წინადადება გამოხატავს დასორნებულ. კი ბატონო და კი და პატა მე მაინტერესებს სანამ დავასრულებთ გადაცემას და სტუმრებთან მორჩებით დიალოგს ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე ხელოვნურ ინტელექტს და ტექნოლოგიურ განვითარებაზე გუშინაც ძალიან საინტერესოდ წარიმართა ჩვენი საუბარი და თქვენ ახსენეთ რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით არაჩვეულებრივი ფილმი გადაიღეს ხო ბავშვებმა და სულ ვამბობთ ხოლმე რომ ეს რამდენად კარგად ვიცით ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იმიტომ რომ მუდმივად როგორც საუბრობთ დადებით მხარეზე შემდეგ გადავდივართ ხოლმე უარყოფით მხარეს და რაღაცა ზეპირის საუბარი რო არ გამოგვიდეს მე მაინტერესებს თქვენგან მიაგენით იმ გზას თუ ჯერ კიდევ სწავლების პროცესში ხართ თუ როგორ გამოიყენოთ თქვენ სასარგებლოდ ხელოვნური ინტელექტი
ჩემი აზრით მე უკვე საკმარისად მაქვს შესწავლილი ხელოვნური ინტელექტი და ვფიქრობ, რომ სკოლისთვის თუ თუნდაც არ იყოს სკოლისთვის, კარგად ვიყენებ ჩემს სასიკეთოდ. რადგან ანუ ხელოვნურ ინტელექტს რომ იყენებ, აუცილებელია მისი კარგად გადამუშავება შენით, თორემ მარტო ხელოვნური ინტელექტი ვერ დაგეხმარება ყველაფრის გაკეთებაში. შენს გასაკეთებელს ვერ გააკეთებს. ვერ იფიქრებს და ვერ იმუშავებს. ანუ რაღაცა პროდუქცია მზა უნდა მით. აი სულ მე აი წამომყვა ხოლმე ეს ხაზად, რომ 6-6 წამიანი ანუ დააჯდა სცენარი, დაწერა წიგნიდან, მერე ქართულის მასწავლებელს მიუტანა სცენარი გაასწორებინა, მერე სიმბოლოები დაიჭირა, ეს ყველაფერი მიაწოდა და ფილმი შექმნა. ანუ სწორად გამოიყენა რაღაცა. ეს არის ყველაზე მთავარი. ამ შემთხვევაში არ გვექნება უარყოფითი გვერდით მოვლენები. მადლობა, წარმატებას გისურვებთ. ბავშვებო, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. ჩვენი გადაცემაც დასასრულს მიუახლოვდა. პატა, მადლობა ჩვენ სტუმრებს, მადლობა მაყურებელს, რომ ჩვენთან ერთად იყავით. დაგემშვიდობებით, უქმეების ბედნიერად გატარებას გისურვებთ და გადაცემა დიდი შესვენება ორშაბათს ისევ ჩვეულებრივ პირველ საათზე დაგიბრუნდებათ. კარგად იყავით. ალბათ დროებით. კარგად იყავით. დიდი მადლობა თქვენ.